შუაღა მშვიდობისა მეგობრებო, ესე იგი აფეთქდა ინტერნეტ სივრცე რა. აი, არ ვიცი, ესე იგი მე მგონი ყველა ალაპარაკდა ამ ძაღლებზე. არა, მე იმას კი არ ვიცახი, რომ ცუდია რომ ყველა ალაპარაკდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ეს იდეა ვის მოუვიდა, რომ ძაღლები დაწვას. მხოლოდ ერთ დასკვნას ვაკეთებ. ეს იდეა მოუვიდა იმას, ვინც ფული მიიღო, გრანტები. მე ამ ფულის დახარჯვა დაენანა, იმიტომ რომ ჩაიჯიბა ეს თავის ვილებისას აშენებლად და ეს ძაღლები გაიმეტა იმისათვის, რომ მოვლა მათი ფული ღირს, ის ფული რაც დააფინანსეს, თვითონ გამოიყენა და ძაღლები დაწვა. კარგია, საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ფეხზე დადგა. ვაუ, respect. ძალიან მაგარია. მე მომწონს, რომ აი როგორც იქნა, ცაკ და გაარტყა ხელისუფლება, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ალაპარაკა. მაგრები ხართ, კარგი რაღაც მოიფიქრეთ, მაგრამ სატანურია ეგ საკითხი რა. ეხლა მე თუ მკითხავთ, აი მაგალითად 5 წლის წინ ჩვენთან ასურეთში ძაღლი გადმოაგდეს და ძალიან საყვარელი ძაღლი იყო, მოკლედ დღემდე ჩვენ შემოგვეკედლა. მე მართალი გითხრათ, არც თუ ისე ძაღლების სახში ძაღლის ყოლა არ მგონია, რომ ძაღლისთვის კარგი იყოს, მაგრამ არც ის არის კარგი, რომ საკუთარ ძაღლებს გარეთ ისვრიან რა. აი მაგაზე ხო საერთოდ მე ვერ წარმომიდგენია, რომ საკუთარი ძაღლი გყავს და უცბად მოგეპრიანოს ესე და გადააგდო გარეთ, სადღაცა მოისროლო რომელიღაც სოფელში, ხო? ეს ძაღლი დღემდე ჩვენთან არის, ოღონდ ჩვენთან არის დამოუკიდებლად. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მას არ ვაჩვევთ ისე, რომ აი რაღაცა თავზე გადავყვეთ და არა, მაგრამ შემოგვეკედლა. მე ვერ წარმომიდგენია ის ხალხი, რომელი ხალხიც ესე იგი ძაღლებს ყიდულობს, თუ არ ყიდულობს, ესე იგი ვიღაცა ჩუქნის, ვიღაცას და მერე უვლის და მერე გარეთ უშვებს და შემდეგ აი ეს ძაღლები უკვე მრავლდებიან ქუჩაში. ახლა ნებისმიერი ქუჩის ძაღლი ავი არ არის. აი მე არ შემხვედრია ჯერ ავი ძაღლი, დაჟე ეს ძაღლი ჩვენი ძაღლიც რომ ჩვენთან კარგად იყო, ჩვენი ძაღლი რა, ის ძაღლი რომელიც გადმოაგდეს. სხვასთან ავი იყო, მოკლედ ჩემთან ავი არ არის ძაღლი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ძაღლების წარმოდგენა საქართველოში ძალიან უცნაურია რა. ერთი მხრივ ის, რომ ძაღლები უპატრონოდ ყრიან, მეორე ის, რომ ამას ჩვენ ვაკეთებთ ისევ, ხო? მე ძაღლი არასდროს არ ყოლია, არ მიყიდია და შემდეგ ქუჩაში არ გამიგდია, მაგრამ აი ვინ აკეთებს ამას? ვინ ყრის ძაღლებს ქუჩაში, ხო? ისევ მოსახლეობა. ეხლა ადგა ეს მოსახლეობა და დადგა ფეხზე, რომ ძაღლები არ დაწვათო. კარგია, რომ დადგა ფეხზე, რომ ძაღლები არ დაწვათო. ძალიან მაგარია, ყოჩახ. ადამიანი თავის საქმეს ასრულებს, აკეთებს თავის საქმეს, იცავს ცხოველებს, იცავს ძაღლებს, კი. კი. მაგრამ მე რა მიგვირს, იცი? ადამიანებს როდესაც უჭირთ, როდესაც გამოვედით ჩვენ ის ადამიანი, რომელიც წელიწადნახევარი სულ არაფრის გამო საგიჟეთში იტანჯება, რომელსაც წამებს არ ჭობენ ისეთ, რომ ტანჯვაში ამყოფებენ, არ წვავენ, მაგრამ ავად ამყოფებენ, ამაზე კაციშვილმა თავი არ შეიწუხა. მე რა მაინტერესებს, იცი? ხალხო რა გვჭირს? ანუ როგორ შანს ერთად გომა შეგიძლიათ ცხოველების გამო, მაგრამ ადამიანების გამო რატო არ აკეთებთ მაგის დედავატირი ამას? ჰა?
მე მაგრად გამიკვირდა ძალიან რა. ხალხი კაცის გამო, ადამიანების გამო თავს არ იწუხებენ, მაგრამ ძაღლების გამო დაიპუტეს ერთი ადგილი. კარგია რომ დაიპუტეთ ერთი ადგილი, კაცო, მე მაგას კი არ ვიძახი, ყველაფერში ეს ერთად უნდა ვიდგეთ, კი. განა ცუდია რომ ძაღლებს ვიცავთ. კარგია რომ ძაღლებს ვიცავთ, მაგრამ მარტო ძაღლებზე შეჩერდით? თქვენი მორალი მარტო ძაღლებზე შეჩერდა? ძალიან გამაკვირვეთ რა. ესე იგი, ერთხმად ალაპარაკდა სოციალური სფერო რა. ესე იგი, ყველა ინფლუენსერი, ვინც არის, ყველა ბლოგერი თუ ყველა არაინფლუენსერი თუ ნებისმიერი ადამიანი, მე მგონი ეხლა დაიწყო ლაივების ჩაწერა, ვიდეოების ჩაწერა, ძაღლებზე ალაპარაკდა ხალხი. ბავშვები ყრიან ხალხო გარეთ ქუჩაში. ხალხს ტანჯავენ როგორც საკანში, ისე საგიჟეთში, ხალხო თქვენ რა ხდება, რა გჭირთ? აუ მართლა რა გჭირთ დედასპიცავა თუ მესმოდეს ეს ფენომენი რა. რა გჭირთ ხალხო? ესე იგი ერთად დგომა შეგიძლიათ. მეც არა ვთქვი რომ ეს ხალხი მე მგონი მართლა დააჩლუნგეს, დაადებილეს. რა დააჩლუნგეს და დაადებილეს? აგერ ძაღლებისთვის ახტა და ყველა ერთად დადგა. ანუ ძაღლს ადამიანზე უფრო პრივილეგირებულად აყენებთ? თუ რა ხდება? თუ გკიდიათ ადამიანები, ბიჭო, ადამიანები ესე იგი აშკარად გკიდიათ რა ყველას რა. დარწმუნებული ვარ ადამიანები რომ დაეწვათ იმისთვის თავს არავინ არ შეიწუხებდა და არ გამოვიდოდა რა. აი როგორ 100%-ით ვარ დარწმუნებული, იცი? ესე იგი თქვენ დამცველობითი ის ჰორმონი გიაქტიურდებათ მხოლოდ ძაღლებზე? ბრავო რა, მაგრები ხართ, ყოფილხართ ძალიან მაგრები რა. თქვენ ხართ ზუსტად ის ილიას ფარა, ილიამაც ადამიანი ძაღლის სიყვარულზე დაიყვანა. აი რა გითხრათ ახლა, მეტი რაღა გითხრათ. რეალურ საკითხებში ბევრი არ მოქმედებს, ბაკო, კი, არ მოქმედებს. ახლა ვიღაცა დადგება და მომდგება, ახლა რომ რაო ძაღლები არიან. კი, ბიჭო, მაგას გეუბნებით. კარგია რომ ფეხზე დადექით და ძალიან გამიხარდა რომ ერთად დაგინახეთ, ერთად გახართ სადღაც რა. და სპონტანურად, ძალიან სპონტანურად და ძალიან ისე მართებულად ჩაერთეთ ამ საკითხში და ძალიან უცბად და კარგად გააკეთეთ, მაგრამ რატო არ აკეთებთ ამათ? აი ესე რატო არ აკეთებთ ადამიანების გამო? მაინტერესებს რა, რატო არ შვებით ამას? ადამიანების გამო გამაგებინეთ რა. მამა გაბრიელის სიტყვა იყო ძაღლმა გამიგო და ადამიანმა ვერაო. ბიჭო, მეტი პრობლემა ვერ ნახეს ამ სახელმწიფოში, რომ ეს ძაღლებზე არ დაერიონ, ამ ძაღლებს და არ დაწვან. ანუ სახელმწიფოში აშკარად ხალხი მართლა ძაღლებზე დავიდა რა. გინდა ერთი მხრიდან, გინდა მეორე მხრიდან. მეტი კანონის გამომუშავების ის საფიქრალი არა გვაქვს, რომ ჩვენ ძაღლებზე არ ვიფიქროთ ხალხო. ძაღლები მშვენივრად გრძნობენ თავს, გარეთ არიან, კარგად არიან, იქ სადაც არიან, როგორც არიან, ურჩევნიათ ვიდრე დაწვათ. რა გინდათ ხალხო, თქვენ ვერ ახართ თქვენ ჭკუაზე, ხო? რას გადაეკიდეთ ამ ძაღლებს? ადამიანებზე ვერ იფიქრებთ მაგდეს? არ მინახავს მე მინახავს ძაღლი, სახლში რო ყავთ, იმას უფრო ცუდად ექცევიან, ვიდრე გარეთ რო ყავთ. სახლში რო ყავთ ძაღლები, დაბმული ყავთ და სცემენ იმ ძაღლებს, ხალხო.
მე პირადად ნანახი მაქვს ჩემი თვალით. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა იმ ძაღლის სიბრალურით რა. ეხლა რას ვეტყოდი? რამდენჯერაც უთხარი, იმდენჯერ გაიგო ძაღლია რა. აგერ ჩვენი მეზობელი თუ გინდა დატოვა ძაღლი ერთი კვირა ყავდა დაბმული თურმე დაბმული ყავდა და აშიმშილა ერთი კვირა კი ერთი თვე აშიმშილა ძაღლს ბოლოს ისე გახდა რომ ყელი გამოაძრინა იმაში რა ქვია თოქში ბიჭო არ ვიცი რა გჭირთ ხალხო არ ვიცი რა გჭირთ აუ მართლა ძალიან პარადოქსში ვარ აი მეცინება იცით რატო ხალხო როცა ძალიან მერიულობ მეცინება ხოლმე რა არ იფიქროთ რომ მე ხა დავცინი ვინმეს ან რამეს ან ძაღლებს ან ცხოველებს მე მეცინება ჩვენ პარადოქსზე რა ესე იგი ჩვენ ვართ აბსოლუტურ პარადოქსში არა მაგას ჯობია სახში ეგეთი ძაღლი რომ ყავდეს და ვერ იტანე და თან სცემდე ყოველ დღე თან დაბმული ყავდეს და ძაღლი ვერ დადიოდეს აქეთ იქით თან ისეთი ძაღლი რომელსაც აუცილებლად სჭირდება სეირნობა და აუცილებლად სჭირდება მოვლა ისე რომ გაისეირნოს დღეში რამდენიმე საათი თუ არა რამდენიმე წუთი ეგეთ სახში ყოველას ჯობია რომ გარეთ გააგდო მაგრამ აჰა, თურმე ამ სახელმწიფოში ძაღლების დაწვაზე მეტი პრობლემა აღარაფერი არ გქონია რა. ბრავო, რა ვიცი, ძალიან აწყობილი ის არის. დალაგებული ხალხის ხელში ვართ ძალიან და მე ვარ გიჟი. ხო, მე ვარ გიჟი. რა თქმა უნდა გიჟი ვარ ამ არანორმალურების ხელში, გიჟად ვჩან ვარ. ხო და გიჟები ნორმალურებად ჩანან. არა ისე მართლა რა ყველა ალაპარაკდა ძალიან საინტერესო როგორ შეეხო ხო ადამიანს მე ამას კიდე დასკვნას წამივდივარ სულ თავში აი პირველივე დაბადების პირველივე თავში მივდივარ რა წმინდა წერილებიდან ღმერთმა რო შექმნა ცხოველები და ადამიანს უთხრა რომ ახლა მიდი და მოუარე და აჰა თავის საქმეს ხედავს რომ ვერ აკეთებს და უცბად ფეხზე დადგა ყველა ალაპარაკდა ძაღლებს თავი გაანებეთ ბიჭო ძროხებს რო კლავენ ის რა ღორებს რო კლავენ ის რა ძროხა და ღორი ძაღლისგან რა რითი გაიყოფა რითი გამოირჩევა ღორი საჭმელია და ძაღლი არ არის საჭმელი და ძროხაც საჭმელია ბიჭო რა მაგარ პარადოქსში ხართ აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მაგარ პარადოქსში ხართ აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ეხლა ძაღლი რადგან ადამიანის მეგობარია ძროხა უფრო მაგარი მეგობარია ძროხა რო გემსახურება ისე ძაღლი ვერ გემსახურება რა ძაღლი რადგან ესეთი თვალებით გიყურებს აბა ძროხას ჩახედე თვალებში ძროხის ხორცს რატო ჭამთ ბიჭო ანუ ღორის ხორცს რატო ჭამთ ღორის ხორცი ღორი ყველაზე ახლოს არის ადამიანთან გონებით ქათმის ხორცს რა ქათამი აგერ ჩვენ ყავს ქათმები რა თქვენ გონიათ რომელიმე დამიკლავს და რომელიმე შემიჭამია მაგის იმ მევზრდი და მევჭამო ხალხო თქვენ სად ახართ საერთოდ რა სად ახართ სად ბხიზლდებით ძაღლებმა გამოგაფხიზლეს რა მაგარია კაია რომ გამოგაფხიზლეს ძაღლი ერთი ის რომ პანაშვიდებზე გაერთიანება გიყვართ ხოლმე სამძიმრებზე და პანაშვიდებზე და მე ძაღლების მოვლაზე ხო ძალიან საინტერესოა რატო აქამდე არ ყვიროდით ძაღლებზე მე მახსოვს რამდენიმე ერთეული ადამიანი დადის და საუბრობდა ამ საკითხზე და მე იმანას ხელი ჩაიქნია მე მგონი მაგრამ არც ერთ ხმა არ გამოგითქოს ხმა არ ამოგიღიათ აი ის ძაღლები რომ არიან გარეთ ქუჩაში ამ საკითხს რომ მიეხედათ ამ საკითხისთვის არავის არაფერი არ გამოგითქოს საერთოდ არანაირი ინტერესი და არანაირი ინიციატივა და ეხლა უცბად ყველა ალაპარაკდა
აი ახლა წყეფენ ძაღლები. გრძნობენ ეთყობა რაღაცას. როდის დაწვეს გუშინ, ხო? გუშინ დაუწვიათ გორში ძაღლებს. სხვათა შორის გუშინას აყებდნენ ძაღლები აქ ასურეთშიც. ძაღლი ბიჭო, თუ რამე ხდება ისეთი საშიში, პირველი ძაღლი გრძნობს და ძაღლი მაგიტომ არის კარგი, რომ იყოს ქუჩაშიც და სახლშიც, რომ გაგრძნობინებს რაღაცა რომ იყოს რა. ხო და ისიც საინტერესოა რა, კასტრირება გაუკეთეთო, აი ხალხი დადგა და მაგასო ჯობიაო კასტრირება გაუკეთეთო. და ეგ არის გამოსავალი? ძაღლები დააკასტრიროთ, იქნება თქვენ თავები დაიკასტრიროთ და მე ნახოთ როგორია კასტრირება. არა, ეგ მაგარი იციან რა, დააკასტრირებენ ეგრევე ძაღლს, დაკოდავენ. მაგას ჯობია საერთოდ მოკლა ძაღლი რა. რას აკეთებთ ხალხო, აზზე ხართ? თქვენ ვერ ახართ თქვენ ჭკუაზე რა. გინდა კატა, გინდა ძაღლი. ადგება ეს ადამიანი და დაკოდავს, დააკასტრირებს, დაასახიჩრებს და მე თავისთვის ყავს ბედნიერად. არ ვიცი რა. ახლა როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, ამდენი ძაღლი რო არის. ადგეს ეს თითოეული ადამიანი, რომელიც ფეხზე დადგა და წაიყვანოს სახლში და მოუაროს სიცოცხლის ბოლომდე. ნუ გააკარებს სხვა ძაღლს და ნუ წარმოქმნიან კიდევ ლეკვებს. всё, ეგ არის გამოსავალი, მეტი გამოსავალი თავშესაფარი და ის და ეს არ არსებობს, ხალხო. თავშესაფარს ადამიანებს ვერ უკეთებენ და ძაღლებს გაუკეთებს ეს სახელმწიფო? ის კაცი დადგა კიდე და 1 მილიარდი რა გაუხდათო რომ გამოყონო. 1 მილიარდი რომ გამოყონ თავშესაფარში შენ გონია ძაღლებს კარგ დღეში ამყოფებენ? აბა მიდი ნებისმიერ თავშესაფარში რა ხდება? ძაღლებს როგორ ამყოფებენ? გამოსავალი ისევ თქვენშია. აიყვანოთ და იშვილოთ ეს ძაღლები. თითოეულმა 1-1, 2-2 ან 3-3. ევროპაში მასი არა არის. ევროპა და ეხლა საქართველოს შეადარე ერთმანეთს ძალიან გთხოვთ რა. ევროპაში რომ ხალხი შეგნებულია, საქართველოში ქაჯეთია. საქართველოში იმას ვერ ითვალისწინებს ადამიანი, რომ ელემენტარულად ადამიანს ძაღლი რო ყავს, გასეირნება სჭირდება იმ ძაღლს. და სიარული და ის სჭირდება, ყურადღება სჭირდება. მაგისმაგირად დააბავენ ხოლმე და ჯოხებს უტყავენ. მე ხო გითხარდი, რამდენიმე ოჯახში ნანახი მყავს ეგ. ეგეთი ვითარება და გული მეწვება მეთქი რა, აი აღარ ვიცი რა უნდა ვთქვა მაგაზე. ეხლა რო ძაღლები დავიცვა, ადამიანებს ვერ ვიცავ ძაღლების და დამცველად გამოვიდე? ბავშვებს ვერ ვიცავ, ბავშვებზე ვეუბნები, ნუ აყურებინებთ ამდენს, ნუ აჭმევთ ამდენ ტკბილეულს, ნუ აკეთებთ ესე, ნუ უშლით ყველაფერს და ეხლა ძაღლებზე რომ დავიწყო, ხო იტყვიან, რომ საერთოდ რაც უნდა ის თქვან, მაგრამ მაგდენი ენერგია აღარ მაქვს მე. რომ ძაღლებზეც ვილაპარაკო, რომ ესე ნუ უკეთებთ, ესე ნუ აკეთებთ. არ ვიცი ხალხო, მაგრები ხართ რა, ძაღლების გამო რო ხმა ამოიღეთ, კიდევ ხო რა, აი, კიდევ კარგი რა. კიდევ კარგი რომ ძაღლების გამო ხმა ამოიღეთ. ადამიანებისთვის ესე იგი ენერგია არ გაქვთ. როგორც მე ძაღლებისთვის ენერგია არ მაქვს, ისე თქვენ ძაღლებისთვის ადამიანებისთვის არ გაქვთ ენერგია რომ დაიცვათ ადამიანები. ნუ ეხლა მაგას მივხვდი, იმიტომ რომ მე აშკარად მაგისი ენერგია ნამდვილად არ მაქვს, რომ გამოვიდე და ძაღლების დამცველად დავიწყო ყვირილი. არ შემიძლია. იმიტომ რომ ხედავ ძაღლზე უფრო მნიშვნელოვანი ჯერ ბავშვები არიან და ბავშვები არის დასაცავი ამ ქვეყანაში და ამით ვიწყებ, ვიდრე ძაღლით. ძაღლი მოულის თავის თავს რამე ასენაირე, ასე თუ ისე. არ მოულის ან არა რა, ესეც საკითხავია. ბავშვი კიდე წარმოქმნის იმ საზოგადოებას, რომელმაც შემდეგ ძაღლს უნდა მოუაროს. ამიტომ ჯობია ჯერ ბავშვი დაიცვა, ვიდრე ის ძაღლი დაიცვა და იმის პატრონმა იმ ბავშვს ისე უთხრას, რომ აი ეს ქალი ვერ არისო და ისე გაზარდოს, როგორც თვითონ არის ქაჯი და მერე იმან კიდე ძაღლი იყიდოს და ისევ მოექცეს. გესმით რა შეასაქმე? აღარ ვიცი როგორ ავხსნა. მაგარი დარხეული აქვს კაცობრიობას. ძალიან მაგარი დარხეული აქვს კაცობრიობას.
კაცობრიობასთან რა გინდა აგერ საქართველოს მოსახლეობას მაგარი უჭირს ტვინში. კი. რა ვიცი, კიდე ერთი 20 საათი ვილაპარაკებ ამ თემაზე, მაგრამ რა, აზრი ხალხო ერთი ადამიანის გულისთვის, აი ძალიან მაგრები ხო ვართ და ვენებს ვიჭრით ვითომ და ერთმანეთის ერთგულებაზე და ის პატრიარქი გვიყვარს და ის და პატრიარქმა რომ წელიწად ნახევარი თუ არ ვცდები ფანჩულაია არის მისი გვარი, ლევან ფანჩულაია, დღესაც მე მგონი იქ არის, იქ მე მგონი გამოვიდა, არ ვიცი რა სჭირს მაგვიც, გამოიყვანეს, არ გამოიყვანეს, დღესაც საგიჟეთშია ხალხო. ან თუ გამოვიდა წაშლილი ადამიანია, ის ადამიანი ადამიანად ვეღარ ივარგებს. წელიწად ნახევარი რომ იმ ნემსებსა და იმ წამლებს დაგარჭობენ, რა წამლებსაც და ამას რო ვერ უშველის ილია მეორე და ამ ილია მეორის გამო რომ ხალხი ვენებს გადაიჭრის. აი ეს სახელმწიფო ვართ რა, მეტი კი არაფერი რა. ერთი ბიჭი უდანაშაულო ვერ გადაარჩინა ილია მეორემ საპატრიარქომ ჩასვა საგიჟეთში, მაგის დედა მოტყანა. და ერთი ბიჭი ვერ გადაარჩინა. და ვიღაცებს ფულადი დახმარება გაუკეთავითემ და ძალიან კარგი პატრიარქი იყო. ბიჭმა, რომელმაც ძალიან მართებული კითხვა დასვა, ამ ქუდს რა უნდა ამ ჯვარზე როდევსო. სატანისტურ ქუდს რა უნდა ჯვარზე როდევსო სვეტი ცხოველში. და მაგის გამო საგიჟეთში ჩასვა საპატრიარქომ და ამ დეგენერატმა ხალხმა ვენები გადაიჭრა, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესიო. ხო, ოლია წყლის ნაყვაა რა, წყალს ნაყავ მართლა რა. ვერც ავხსნი, მართლა ვერ ავხსნი რა. ვერც ახსნი საყვარელო წყლის ნაყვაო. აი ეგ არის რა. და ვნაყავთ ერთი და იგივე წყალს, ვნაყავთ და სანამ მე ალბათ ეხა ხო ძაღლებზე გამოვიდა. საზოგადოება ძაღლების დასაცავად ხო გაერთიანდა. ესეთი გაერთიანება რომ სახელმწიფოს ენახა მიწების გამო რო ყიდით, აქ რო შემოყვავს ებრაელები, ირანელები, ისინი მართლა რაღაცას იზავდა და ძაღლებმა მაგრა გაგვაერთიანა რა. რა ვიცი, რაღაც საინტერესო ნიშანია ეს. ხო, ანუბისი მე მგონი გააქტიურდა საქართველოში. ხო იცით ანუბისი ვინ არის? ძაღლის თავიანი ღმერთი. ხო და მე მგონი ყველაზე ძლიერი კულტი დღეს საქართველოში, ვინც ფარველია საქართველოში, ეს ანუბისია სავარაუდოდ, იმიტომ რომ აგერ ძაღლებზე ხალხი ერთად დააყენა. საქართველოს მიწებზე დაიკიდეს ხალხმა, ადამიანები დაიკიდეს ხალხმა, სიმართლე დაიკიდა ხალხმა, მაგრამ ძაღლებმა გაერთიანა. ანუბის. ხო იცით მაგის ნიშანი რომელია? აი ესე რო აქ. თითი. ანუბისი. ანუბისის ნიშანი ეს არის. და ეს კიდე. საინტერესოა. ინტერესნა. ეს ზუსტად ის დროა, როცა მეფეს დაიკიდებენ და ძაღლზე გამოცდიან ღმერთს. მე-11 საუკუნე თამარ გეფარდი. კინაღამ თამარ გეფარდი თამარ მეფის დრო. როდესაც როგორც ეს
დაფალოსებული მონოფიზიტები, ისე დაფალოსებული დიოფიზიტები შეიკრიბებიან და დიდ ბჭობაზე გადაწყვეტენ, რომ ღმერთი გამოსცადონ ძაღლზე. აი, ზუსტად როგორ ერთი ერთში ჯდება, გეუბნებით, ერთი ერთში ჯდება ის დრო და ეს დრო თქო. ვაჰ. თემა ძაღლი, მაშინაც თემა ძაღლი ეხლაც. ხო. უახლოვდებით ორივე მხრიდან ერთ წერტილს. ის ერთი წერტილი, რომელიც მნიშვნელოვანი წერტილია, მალე მოხდება. ხო, საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, მეგობრებო. ამ დროს უკვე თამარ მეფეს დავით სოსლანი ყავს გვერდით და ერთად დგანან იქ და უყურებენ ამ დებილ დაქვეითებულ, გონება დაჩლონგებულ ეპისკოპოსებს, რომ ძაღლებზე ცდიან ეს ეპისკოპოსები ორივე მხრიდან ღმერთს და კიდიათ მეფე რას ამბობს. მართლა გეუბნებით. ფეხზე კიდიათ მეფე რას იტყვის მაგ დროს. რომელია მართალი რელიგია, მონოფიზიტური თუ დიოფიზიტური. არც ერთი ეპისკოპოსი მეფეს არ ეკითხება ამ ამბავს, ეკითხებიან ძაღლებს. ძაღლებს კითხეს. ვაჰ, ნუ გამოცდი ღმერთსო და ზუსტად მან გამოსცადეს ძაღლებს ღმერთი და ძალიან მაგარი იყო ჩვენი ეკლესია, ოდითგანვე ისეთი იყო, რომ ლაშლაპალაკობლა. აი, ფიცი შეცდომაში არ უშვებდა, იჩკაჯო აგერ თვით უწმინდესი და უნიტარესი დაგვიშვეს. კაი, ახლა კაი, გადავიძრდები ახლა მე, მაგრა უკვე თუ არ ვიკაიფე ხოლმე და ესე ირონიული თუ არ გავხდი. კაცობრიობას საერთოდ ვეღარ ვუგებ მე, იმიტომ რომ საერთოდ აღარ მესმის, რომ რა მორალზე დგას და რა ცნობიერებაზეა, ვეღარ ვიგებ, იმიტომ რომ აბჯაბსანდალი კი არა და აჯაბსანდალი კი არა და რა ფხალია უკვე რა, ფხალი. ფხალის ასორტი. გამიყვანეთ ამ სხეულიდან, გამიყვანეთ, წამიყვანეთ აქედან, თორე აღარ შემიძლია, ძალიან რთულია ამ ყველაფრის. არა, რო არ გესმის ეს კიდე კარგია რა, რო არ გესმის კიდე არაფერი არ გაწუხებს, მაგრამ რო გესმის და იტანჯები. არა, მართლა გეუბნები, ჯვარცმა საუკეთესო ვარიანტია ამ დროს რა. ჯვარცმა არც თვითმკვლელობაში არ ჩაგეთვლება და არც მშიშრობაში. ხო, ჯვარცმა. აი რა საინტერესო დაიწყო რა. ხო გაცხადდა თამარ მეფის აკლდამა და 50,000 ადამიანმა ნახა ფეხზე დაიკიდა. ძაღლები გაცხადდა და ერთად დადგა. ანუ ერთად დადგა. აი მე ახლა როგორც ვაკვირდები, როგორც დროიდან გასული ღვთი დაკვირვებადი. ანუ როგორც ღმერთია ხო დროს გასული, რომ ვაკვირდები, ვითარება როგორ ჯდება, ზუსტად ერთი-ერთი რო ჯდება, არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად. ერთი და იგივე წრია, იმიტომ მოდის მეორედ ღმერთი რა. რომ ერთი მაინც რო ვნახო მორწმუნეო, იმის გამო დედამიწას არ გავანადგურებო. დედამიწის განადგურება აღარ უნდა, იმიტომ რომ ერთი მორწმუნე ნახა როგორც ჩანს. დედამიწის განადგურება აღარ იქნება ღმერთის ხელით. მაგრამ დედამიწას თვითონ გაანადგურებსო ადამიანი ამბობს ღმერთი. ენოქს ეუბნება, რომ თვითონვე გაანადგურებსო. და
თვითონვე კი გაანადგურებს, მაგრამ სანამ თვითონ გაანადგურებს, ერთი თხოვნა გავაგზავნე ზეცაში რა და ზეცაში მაქვს თხოვნა გაგზავნილი ესეთი. და რო სრულდება ეგ აი 10 წლის განმავლობაში უკვე ხედავ. და ჩემი თხოვნა არის ესეთი რა, ერთადერთი თხოვნა, რომელიც იმის მერე, რაც მე ვთქვი, რომ აღარაფერს არ ვითხოვ მეთქი ღმერთთან თქო, იმიტომ რომ დავინახე, რომ რასაც ითხოვს ადამიანი მერე ყველაფერი ცხვირში ამოსდის, ანუ ყველაფერი რასაც ითხოვს ადამიანი უსრულდება, მაგრამ უსრულდება საშინლად, რო იცოდეთ და მას მერე რაც დავაფიქსირე საკითხი, ვთქვი, რომ არაფერს აღარ ვითხოვ მეთქი, მაგრამ როდესაც ავიდი ფოთოლეთის მონასტერზე, სანამ დავქორწინდებოდი, აი იმ დღეს, როცა ჩემი მეუღლე გავიცანი, მაშინ ვითხოვე, რომ ღმერთო მეთქი საქართველო გადამარჩენინე თქო რა. და იმ დღიდან დაიწყო ამ საკითხის განხორციელება, ოღონდ აი მართლა ცხვირში მაქვს ამოსული რა. აი ოღონდ მართლა ცხვირში მაქვს ამოსული. მართლა გეუბნებით, რაც მას მერე რაც მე ეს ვითხოვე, რა თქვენ მე რას გამიგებთ, ძაღლების უფრო გესმით, ხო, რა ვიცი, ოდესღაც ალბათ გამიგებთ. აი რო ყველაფერი რო დალაგდება, ყველაფერი რო გამოჩნდება, მე ტაშს დამიკრავთ ალბათ და მეც ესე მადლობა ღმერთო, რომ შემისრულეს. ალბათ ეგრე ვიტყვი და ბოლოს თქვენი დედას თქო ვიტყვი და წავალ. აბა მე სხვანაირად არ მესმის ეს ძალიან საინტერესო გზა მაქვს რა. მე რო ჩემ თავს ვაკვირდები ახლა მესამე პირის პოზიციიდან, ხო? მაინტერესებს კიდევ როგორ განვითარდება ეს საკითხი, იმიტომ და კიდევ რამდენი სატანა შემიძლია და კიდევ რამდენი უნდა ვიწვენო. ამ სურვილის გამო. არა, ისე შემიძლია მაშინ რომ ვითხოვე, ხო? ღმერთს ვთხოვე ისეთი რაღაც, რომ მართლა შემისრულა. და ბიჭო, ეს სურვილი რომ შემისრულა, მე ვთქვი, წაიღე ისევე როგორც მომეცი თქო რა, ესე ბოლოს ამოვთქვი. ისე შემიძლია ეს სურვილი ისე გავაბათილო რა და დავიკიდოთ რა, ყველაფერი დაიღუპოს. რა, რატომაც არა, დაიღუპოს ყველაფერი. შემიძლია რომ ეს სურვილი ისე უკან გავაგზავნო. მაგრამ არ შემიძლია, ანუ მაშინ იცი გულიდან გამოვთქვი, როგორც მომეცი, ისე წაიღე მეთქი რა. და მართლაც ეგრე მოხდა, სხვათა შორის. მართლაც ეგრე მოხდა. ოღონდ ის გულიდან გამოთქმული იყო და ბიჭო, როდის მოვა ეგ დრო, რომ მე გულიდან გამოთქვა, რომ ეს სურვილი მეთქი, რაც ჩავიფიქრე, არ მინდა, აღარ მინდა, ნუღა შემისრულებ. ძალიან დავიტანჯე უკვე რა. ძალიან რთულია ეხა ამის სატანა, ეხა რას წარმოიდგინე საქართველო გადამარჩენინე მეთქი, რა ვიფიქრე აზე ხარ? ხო და მე ეს გველუკაშვილსაც რო უთხარი, მე არ მინდაო და შენ თუ კიდე გააკეთება. მეთქი რა არ შეიძლება რომ ყველა ერთად გადავარჩინოთ მეთქი საქართველოში თქო. მე მაგის სურვილი არ მაქვს. ნეტა მე როდის აღარ მექნება მაგის სურვილი მაინტერესებს რა. როდის წამოვა გულიდან ეგ, რომ გამანებე თავი აღარ მინდა არავის გადარჩენა. როგორ არის? მე რო ვიწყევლებით, ჩემი ძუძუები გლოცავენო, ხო? ეგრე არ არის გამონათქვამი დედებზე. დედა რო იწყევლება, ძუძუები გლოცავენო. ხო და რო ვიწყევლებით, ჩემი ძუძუები გლოცავთ. ესე მაგრამ ვინც მე დამწყევლა, იმან თავისი თავი დაიწყევლა. მართლა გეუბნებით რა. მე არ დამიწყევლია ის, ვინც მე დამწყევლა, თავისი თავი თვითონ დაიწყევლა. ჩემ წყევლას ყოველთვის მოყვება ხოლმე ნებითაშენი და უფალო.
ნებითა შენი და უფალო. ეს იცით რას ნიშნავს? მე კი ვიწყევლები, მაგრამ ნებას უფალს ვაძლევ. ანუ ეს წყევლა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა უფალს სურს. მაგრამ ის, ვინც მე მწყევლის, პირდაპირ უკან უბრუნდება, როგორც ის არის, ისე ერჯობა განა ერთ სახად, 10 სახად და 100 სახად იცოდეთ. ეს იცოდეთ ნამდვილად. წყევლა ჩემთან არ მოდის. მოდის, მიდის. გესმით? მოდის, ისე უბრუნდება უკან. ჯადოც იგივენაირად. ჯადო აგერ ილია მეორე ჩადო მიწაში. დამწყევლა მისმა მრევლმა ჩადო მისი მამა მიწაში. ეს ხომ ფაქტის სახეზე იყო უკვე რა. მეორე დღესვე მიწაში ჩადო. მეორე დღესვე არ ჩადო მიწაში, მაგრამ მეორე დღესვე მოუკვდა. ჩემი სიკვდილი ინატრა ვიღაცამ Facebook-ზე გაუშვა სივრცეში, გააქტიურა, ხედავთ როგორ დაუბრუნდა უკან. მეორე დღესვე. წარმოგიდგენიათ მან რა მოხდა? გინდათ განახოთ რას გულისხმობ? აი ამას. აი ამას გულისხმობ, ნახეთ? აი ამ განცხადების მერე მეორე დღესვე დაიბრიდა ილია. მანამდე უკვე დაბრედილი იყო ჩემი აზრით 6 თვის წინ, მაგრამ გამოაცხადეს მერე. გამოაცხადეს. ხომ, საინტერესო რა არის, იცით კიდევ მეგობრებო? საინტერესო ის არის, რომ ხალხმა იმის მაგივრად, რომ სიკეთე დაინახოს ჩემში, ხედავს ბოროტებას. რატო ნეტა? საერთოდ ბოროტი არა ვარ მე, აი ბოროტება ცხოვრებაში არ ჩამიდენია, იცით? ერთადერთხელ ვიცურვე ადამიანის სიკვდილი, ისიც მე-9 კლასში ვიყავი, ისე გამამწარა მასწავლებელმა, რომ ვისურვე მოკვდეს მეთქი რა. არ მომკვდა რა, იმიტომ რომ მე ვინანე, რომ ესეთი რაღაც ვისურვე. არავის სიკვდილი არ მისურვე, ცხოვრებაში ვინმეს სიკვდილი არ მის, ხო? კიდე ერთის. ოღონდ ის არ იყო ვინმეს საჯარო პირი, ის იყო ერთ-ერთი ძალიან ახლო ნათესავი. ჩემი ქმრის მხრიდან. ჩემი მხრიდან. ხო, მაგრამ ისიც ვინანე მე, თქვი რომ მეთქვია, იყოსნება შენი უფალო, როგორც კი და ისე მოხდეს. როცა გამამწარა ადამიანმა რა. ორჯერ ვისურვე, ესე იგი სიკვდილი ვიღაცის და ორჯერვე ახლა არ მოხდა, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა, ახლა აზე რომ მოდის ადამიანი, იტყვის რომ არა კაცო, ეგრე არ მიგულისხმია. საერთოდ ბოროტება ეხლა ვფიქრობ, რა ბოროტება ჩამიდენია ცხოვრებაში. მახსენდება ჩვენთან ეზოში ბალი მოიპარეს და მიწა იყო სველი და მიწაზე დიდი ანაბეჭდები იყო ფეხების რა და ჩემს მეზობელს ვაბრალებდი რომ შენ იყავი მეთქი შენ გაქვს ესეთი დიდი ფეხები თქო და ისე ვაბრალებდი რომ ვატირე ის ბიჭი ტიროდა რომ არ ვიყავი არა მე ზუსტად იცი მეთქი შენ იყავი თქო ეგ მახსენდება როგორც ბოროტება ერთხელ გველი მოვკალი და იმას ძალიან ვინანე მერე მაშინ არა, მაგრამ მაშინ ახლა ბავშვი ვიყავი და ვიმარიაჟე, რომ აი არ შემეშინდა, ყველა შეეშინდა და მე არ შემეშინდა და მოვკალი. ხო, ბარით. რა ვიცი, აი ვფიქრობ, რა ბოროტება მაქვს ჩადენილი. ბოროტება, აი ესეთი რაღაცა, ისეთი, რომ ბოროტს ხედავდეს ადამიანი ჩემში რა. ბოროტება აბსოლუტურად არ გამაჩნია. ერთადერთი ვიცი, რომ ადამიანს ვამხელ და მხელა გონია ადამიანს ბოროტება, წყევლა, ხო გეუბნებით, ნებითა შენი და უფალო არანაირი ბოროტება არ არის ეს. ბოროტება კიდე ვინმეს უსურვო ცუდი, აი მაგალითად ვინმე რომ ან ვინმეს უმჩხიბაო, ან ვინმეს რამე ცუდი უსურვო, აი ისიც კი არ მაქვს ადამიანზე. დედას ბიცა ვარ, აი ხო შეიძლება ბოროტი იყოს ადამიანი და
ცუდს რო გაგიკეთებს ადამიანი შენ, იმაზე ისურო ცუდი. ან გაუკეთო ცუდი. ისეთი რაღაცები გაუკეთებიათ ადამიანებს ჩემთვის, რომ დასაწყევი კი არა, მოსაკლავები ყოფილან, მაგრამ მაინც არ მისურვია ცუდი მათთვის რა. შეიძლება ვამხილო, მე მწარე ენა მაქვს, იმიტომ რომ ვამხელ და მხელა საერთოდ ძალიან მწარია. მაგრამ ვინმეს უნდა დამატება? ზურა გოგრეჭიანი, არ ვიცი, არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ახარ. ხო და აი მაგალითად ახლა მოგიყვებით. მე მიყვარდა ერთი ბიჭი. და ამ ბიჭსაც მოვწონდი. და ძალიან ბევრი მაგალითი ყოფილა, მე ვინც ვიყვარდა, იმ ჩემ დაქალსაც უყვარდა ის ბიჭი და მე ამ დაქალის გამო ამ ბიჭზე უარი მithქვას, ხო? აი ძალიან ხშირად ყოფილა ეგრე. იმიტომ რომ კი არა რომ მე ის ბიჭი არ მიყვარდა, იმიტომ რომ აქ აღარ ჩავერიე. იმათ უყვარდეთ, მე იმათაც აღარ უყვარდეთ. მოკლედ ერთი სიტყვით რა, რაღაცნაირად დამდევს ეს სიყვარული, ისე რომ მე რომ მიყვარს, იმასაც უყვარს, მე რომ აღარ მიყვარს, იმასაც აღარ უყვარს და ეგრე მოხდა ზუსტად გერმანიაში და წყევლა ბოროტება არ არის? გეუბნები წყევლა ბოროტებაა, თუ ნებითა შენი თაუფალოს არ დააყოლებ, ნებითა შენი თაუფალოს რო აყოლებ, იქ უკვე უფალი წვიტავს და არა შენ. ხო და ეხა ნახე. ხო, ეგ ილია მეორის სასწავს უთხარი სხვათა შორის ზურა, წყევლა ბოროტებაა თქო. კარგი რაღაცა თქო, ასწავლე მაგათ. ხო და ეს რა ქვია, რომ მოხდა ისე რომ თქვათ აი ეს ამ ბიჭს უყვარდა და ეს დაქალი მყავს ახლა რუსი რა, აუხ რუსებს რა უთხარი, მაგიტომ არ მიყვარს რუსები. მე დაქალება ეს რუსი. ხო და ხედავს რომ ეს ბიჭი მევასება რა, არ მithქვავს, მაგრამ მაგას რა თქმა უნდა ახლა ლაბარაკი და იმასაც მევასები. მევასები რა გვიყვარს ერთმანეთი. და იმდენი იქნა, თავის ქმარს დაშორდა. ჩადგა ჩვენ შორის. ჩვენც დაგვაშორა. და მე თვითონაც დაშახა ხამშრალი. მოკლედ. არ ვიცი. ცუდი არ მისურვია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი ჯადო გამიკეთა მაგოგომ. თვითონ მოხდა საავადმყოფოში ისე რომ მოკვდა კინაღამ რა. ისევ მე გადავარჩინე. გესმით რა ხდება აქ? აი ამის მერე რაც გამიკეთა, იმას რომ დამაშორა, თავის ქმარს რომ დაშორდა, მაინც მე დავეხმარე. გესმის? არ მისურვია თვით ჩემი მტრისთვისაც ბოროტება, არასდროს. არ მახსენდება რა, აი მართლა არ მახსენდება. ილია მეორეს რო გადავეკიდე, ვამხილე რა, მაგ კაცი იცოდეთ რომ ჩემი პირით განიწმინდა რა. მაგ კაცს ის რომ შეიძლება სასუფეველში დაიმკვიდროს ადგილი, ხო? ჩემი პირიდან განიწმინდა ეგ კაცი რო იცოდეთ რა. მაგას ახლა როდის მიხვდებით, აი რო გარდაიცვლებით იქ მიხვდებით მე. თუ კიდევ გეხსომებათ ეს ამბავი, იკითხეთ რა, აი თამარმა რო აგინა მაშინ ილიას რა შედეგი გამოიღო და მე იქ სასუფეველში გეტყვიან. თუ მოხვდით საერთოდ სასუფეველში. ხო? რა ვიცი, აბა რა ბოროტება ჩამიდენია, ხა ვიხსენებ რა ბოროტება ჩამიდენია რა. არ მახსენება სხვა. ბოროტება შეიძლება ჩაითვალოს ახლა ბოროტებაში ის რომ
როდესაც მოვწონდი მამაკაცებს ძალიან ცუდად ვისტუმრებდი, აი სულ არ მაინტერესებდა იმათ რა გრძნობა ჰქონდათ, მართალი გითხრა, არანაირად არ ვითვალისწინებდი მათ გრძნობებს რა. ეხლა არც საბაბს არ ვაცლებდი იმისას, რომ თქვათ ხო, ერთს მივეცი საბაბი. ხო, ერთს მივეცი საბაბი, რომ შევყარებოდი, მაგრამ მე აღარ მიყვარდა და ეხლა ხო რა მეიქნა კაცო რა. რა ცუდი გოგო ვარ, ძალიან ცუდი გოგო ვარ, მართლა გითხრათ. არა, ერთს მართლა მივეცი საბაბი, მაგრამ მე ცოლობას თხოვდა ის ბიჭი და არ მიდოდა კაცო ამის ცოლობა რა ვქნა ეხლა და მე ძალიან ცუდად უთხარი რაღაცა და მე რო დავფიქრდი, მე 10 წლის მერე არ უნდა მიმეყენებინა ეს შეურაცხყოფა. ეგეც ბოროტებაა, ეხლა ადამიანს რო ეგეთ რაღაცას ეტყვი, ბოროტებაა, როცა იმას უყვარ ხარ და შენ არ გიყვარს. მაგ დროს ვერ გრძნობ ეხლა, რომ ძალიან გულს ტკენ, მაგრამ აი მე შე რო გატკენენ გულს, მე იმას იხსენებ. და გესმის იმის მდგომარეობის. ისე მე რო ვფიქრდები, ეხლა აი რო გადავხედე უკან რა, ვინც ხელს მთხოვდა, იმათი ცოლი რო გამხდარიყავი, შანსი არ ქონდათ იმათ, ვერ გამიძლებდნენ, შანსი არ ქონდათ, ჩემნაირს ვერ გაუძლებდნენ. აი ჩემი ქმარი ძალიან მაგარი ვინმეა. ჩემი ქმარი არის იმ დონეზე სულიერად, როგორ დონეზეც მე ვარ. გესმით? შეიძლება სუმთლად მაგ დონეზე ვერ არის მაღლა, მაგრამ თავისებურად იმ დონეზეა, რაღაც თავის დონეზეა, რომელ დონეზეც მე ვერ ვარ ჯერ და ასე როგორ არის იცით? ამ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გვერდით აუცილებლად უნდა იდგას მაღალ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, თორე სხვანაირად ვერ გაუძლებს. სხვანაირად ხომ გეუბნებით, შეიძლება საგიჟეთში გააგზავნოს, შეიძლება დანა გაუყაროს, შეიძლება მოკლას, ძალიან დიდ ენერგიებთან გვაქვს საქმე, გესმით? ერთხელ ვიყავით ერთ ჩვენს მეგობართან რა და რაღაც თემაზე ვისაუბრეთ რა და ისე დავძაბეთ ეს გოგო, ისე დაიძაბა. ფეხები დაუბუშდა და არა ძალიან დიდი ენერგიები გჭირდებათ რა. და აუცილებლად გნახავ ნამდვილად ცუდი გოგო ხარ, მაგრამ ზურა რა გინდა ბიჭო რა, რას გადამეკიდე, რა გინდა? ბოროტი არა ვარ და რატომ გონი ვართ ბოროტი ვერ ხვდები, აბა მითხარი, აი ძალიან მაინტერესებს ჩემი ჰეითერების რა. რა შეხედავენ ჩემში ბოროტებას, რადგან ილია მომხილე და რადგან ბილწი სიტყვები ვთქვი? ბილწი სიტყვა არ არსებობს თქო, მე კიდე გეუბნებით, რადგან სიტყვები ვთქვი, რომელიც არსებობს? რომელიც ყურს უდად ხვდება? თუ რატო გონი ვარ და რადგან ვიწყევლე? თქვენ არ გიწყებლიათ თუ რა? ჰა? არა, საინტერესო ფენომენია ისე ეს, ჩემთან რო სხვანაირად ხედავ ყველაფერს. ისე რამდენს ვეზიზღებოდი და რამდენი მერე დამიმეგობრდა. ხო, ძალიან ბევრი სხვათა შორის, რა ვიცი, აი ხლა მე ვერ წარმომიდგენია
ადამიანი რო გამიცნობს, ფიზიკურად რო გამიცნობს, მან ჩემზე ცუდი თქვას. მე ვერ წარმოვიდგენია, მაგრამ ყოფილა ეგეთი შემთხვევები. ადამიანი შემოვიკედლე, დავეხმარე ყველანაირად და ჩემზე ისეთი ჭორები გაავრცელა და ისეთები ილაპარაკა, რომ ვიღაცა მეათე პირისგან გავიგე და მე თქვი, რა ხდება? რა ხდება? აი მართლა რა ხდება ამ დროს? თუ არა შური, ხო? ნუ ეხლა რა ვიცი, აი ადამიანი ხო თქვათ, აი ხლა გელაპარაკება, ჩვეულებრივად გელაპარაკება, შენთან კარგად არის და სხვებთან ისეთ საუბრობს, რომ თურმე რა ვიცი. და რატო? ანუ თან რო გეგმავს ისეთ რაღაცას, ხო შემოვიკედლე და გეგმავს ისეთ რაღაცას, რომ მე გამაგდოს აქედან გესმის ამ საცხოვრებლიდან და თვითონ შემოიყვანოს თავისი მეგობარი. ხო მაგარია, ძალიან მაგარი ტიპები არიან საერთოდ ადამიანები. ძალიან უმადურები. და ალბათ იმიტომ ხედავენ სხვაშიც უმადურს და იმას რა ქვია, მე მაგალითად ადამიანის სიკეთე არ მოვიწყდება. ხო გეუბნებით, ბავშვობიდან მახსოვს ვინ რა სიკეთე გამიკეთა. თამუნაწერს ნეტა ყველა შენაირი ბოროტი იყოს საქართველოში, მართლა გაბწყინებოდა საქართველო. ნეტა, მართლა ვისურვებ, ნეტა ჩემნაირი ბოროტი იყოს ყველა. ხო, რა ვიცი, სიკეთე რო თქვა, ამ პარტავნებაშიაო ითქვის და ნეტა ჩემნაირი ბოროტი იყოს ყველა. ნეტა ჩემნაირი ბოროტება ქონდეს გულში ყველას. მე რო არ მაქვს ბოროტება, ხო ვიცი და ნეტა ეგეთი ქონდეს. მაგაზე მეტი არ. ბიჭო, დავეხმაროთ ძაღლებსაც დავეხმაროთ და დავეხმაროთ ადამიანებსაც. მე ესე ვიტყოდი. ეხლა დაგემშვიდობებით, უკვე პირველი საათი ხდება. გაკოცეთ, შენ კეთილი სატანა ხარ და ამიტომ მინდა შენთან საუბარიო. აუ, რა ფენომენები არსებობთ რა გადავირები. ხო, რა ვიცი, იქნება სატანა კეთილია, კაცო. მე თუ სატანა ვარ და სატანა ჩემნაირია, კაი ტიპი ყოფილა ეს სატანა რა გინდა. მე რო ჩემ თავს ვიცნობ და შენ თუ მიძაღი რომ სატანა ვარ, მე ვფიქრობ რომ სატანა მაგარი ტიპი ყოფილა რა. კეთილი, ძალიან პირდაპირი ადამიანებს ეუბნება სათქმელს. არ შეარჩენს არავის თავის სიცრუეს და უმსგავსობას. ზოგჯერ იწყება, ოღონდ იცით ნებითა შენ თაუფალო ოიძაღის. რა ვიცი, კაი ტიპია სატანა რა. თუ თქვენ ჩემში სატანას ხედავთ, მე კარგი ტიპად მიმაჩნია ესად. ტანი. აი ეს არის ტანი. ტანი არის კიდე ნებისმიერი ჩვენგანი. იმიტომ რომ ყველას ტანი გაგვაჩნია. ხო, რა ვიცი, მე ესე ვიტყვი, რომ ყველას ტანი არის სატანის. იმიტომ რომ სატანაში ტანია და სასუფეველში ისე სასულებელი უნდა ერქვას და არა სასუფეველი. იმიტომ რომ სული და ველი. სასულებელი და სატანჯუელი. აი, ჩამოვიდით ჯუელში და სულთან ავიდით მაღლა. სასულებელი. სულეველი, ანუ სულების ველი. ხო, ძალიან საინტერესო სიტყვა ჩავასწორეთ. ეხლა სასუფეველი კი არა, სუფთან აგვინდა. სულეველი, სასულეველი. ამიტომ სულელს ნუ დაუძახებთ, ნუ რა ვიცი, ქრისტე ხო გეუბნება, სულელს. კაი, წავედით, რომ მე კიდე გავაგრძელებ, ხო იცით ახლა საუბარს. კაი, აბა კარგად გაკოცეთ. ძილინებისა.